შუა ფაზაში არის შესული მარცვლეულის აღება დედოფლისწყაროს რაიონში, სიგნალის რაიონში, დღეს ზალოობას აღნიშნავთ დედოფლისწყაროს რაიონში 45000 ჰექტარი არის, სადაც იქნება აიღება ქერი და ხორბალი. Ქონდა შეხვედრა ფერმერებთან, წელს გამორჩეულად დიდი მოსავალს ელიან ფერმერები, უკვე რაც არის აღებული აჩვენებს, რომ იქნება შესაძლოა რეკორდული რაოდენობაც კი აღებული ხორბლის და ქერის. ფასიც წელს არის საკმაოდ კარგი საწყისი ფასი, ასე რომ ამ მხრივ ძალიან კარგი მოსავალი არის, კარგი განწყობაა ფერმერებში. ასევე ვისაუბრეთ, რომ წლევანდელი მოსავალის მიღმა რა არის კიდე გასაკეთებელი სამომავლოდ, იმისთვის რომ შირაქი, როგორც ბეღელი ჩვენი ქვეყნისა, უფრო მოძლიერდეს, მოსავალი უფრო გაიზარდოს და შემოსავალიც უფრო გაიზარდოს ჩვენ ფერმერებს. პირველ რიგში მინდა თქვა და დავიწყო იმით, რომ მოსავლის აღება დაგვიანდა ამინდების გამო, თუმცა აქტიურ ფაზაში შევიდა. სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მობილიზება არის ყველა მექანიზაციის, კომბაინების სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობდეს მოსავლის აღება. შექმნილი არის ამისთვის საკოორდინაციო საბჭო, საკოორდინაციო შტაბი, რომელიც ეხმარება ფერმერებს იმისთვის, რომ თანმიმდევრულად, ორგანიზებულად მოხდეს მათი ყანების აღება. მინდა თქვა და აღვნიშნო, რომ საკმაოდ მაღალია მოსავლიანობა, საშუალო საჰექტრო მოსავლიანობა შარშანდელზე უკეთესი არის. პირველ რიგში ამასთან დაკავშირებით აღსანიშნავი არის, რომ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები, რომელსაც ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ამაში და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება და გაგრძელდება ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერა, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული დარგი ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან იქნება მაქსიმალური. კახეთის რეგიონში აქტიურ ფაზაში შევიდა ხორბლის მოსავლის აღება. ამ ეტაპზე დავესწარით შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცედურას. მიმდინარეობს შეუფერხებლად ხორბლის მოსავლის აღება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო თითოეული ფერმერს მხარს უმაგრებს და უჭერს, რათა შეუფერხებლად წარიმართოს აღნიშნული პროცესი. მოსავალი წლევანდელ წელს მიმდინარეობს ძალიან კარგად. თვითონ მოსავლიანობა შარშანდელთან შედარებით არის გაზრდილი. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არის ის, რომ სასუქების პრობლემა არ არის, სათესლე მასალის პრობლემა არ არის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მექანიზაციის პრობლემა არის, რომელიც კიდე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს ყველაფერი იღებს ძალიან დიდ შედეგს. ამ შედეგმა მიგვიყვანა იქ, რომ მოსავლიანობა აუწიეთ დაახლოებით 4 ტონადან 5 5 ტონა.